გელით ამ ერთი კვირის განმავლობაში. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიკანა არკანა, ჩემი სახელი არის ვიქტორია და მოდით ტრადიციისამებრ ვნახოთ კვირის ტარო პროგნოზი. ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. 13 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით. ვარიანტი გვექნება სულ 2, უნდა ირჩიოთ ერთი. თუ დაგჭირდებათ დააპაუზეთ რა თქმა უნდა და ვნახოთ აბა რა ველოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში და რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ქვებსაც ახლა დავამატებთ. პირველი ვარიანტი იყოს ასეთი ქვა და მეორე ვარიანტი მოდით იყოს ასეთი ქვა. აირჩიეთ პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, რადგანაც პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში და აქ ამოვიდა ხმლების დედოფალი. ფიგურული არკანი. რაღაცის რაციონალიზაცია, პირადი საზღვრების დაცვა. პირველ რიგში თუ თქვენ ახლო წარსულში რაღაც კონკრეტული განხრით ან კონკრეტულ ადამიანთან გიჭირდათ პირადი საზღვრების დაწესება ან მათი დაცვა, მინდა გითხრათ რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ შეძლებთ რომ ეს მეტად ისწავლოთ, მეტად დაამოღამოთ, მათი ჯარგონს გამოვიყენებ, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ხმლების დედოფალი ასევე შესაძლებელია იყოს კონკრეტული ქალი თქვენს რეალობაში, რომელიც თქვენგან ეცდება რომ დაიცვას თავისი პირადი საზღვრები საკმაოდ სწორად და რაციონალურად. თასების 9-იანი არკანი ეშმაკი, კვერთხების 10-იანი და თასების 3-იანი. აქ მივხედავ ასეთ სიტუაციას, რომ ძალიან ბევრ თქვენგან საშკარად გქონდა ეს პრობლემა, რომ კონკრეტულ ადამიანთან ან ადამიანებთან ვერ იცავდით ბოლომდე თქვენს პირად საზღვრებს, თქვენს პირად სივრცეს. შესაძლოა ბოლომდე ჩამოყალიბებული ვერ იყავით იმაში, თუ კონკრეტულად რა კუთხით უნდა დაიცვათ თქვენი პირადი სივრცე. აი, ხვდებოდით, ინტუიცია გეუბნებოდათ, გეგრძნობდათ, რომ რაღაც წესრიგში არ არის, რაღაც რიგზე არ არის, რომ სადღაც თქვენი პირადი სივრცე, თქვენი პირადი საზღვრები ირღვევა კონკრეტულ ადამიანთან, მაგრამ აი ბოლომდე ვერ ხვდებოდით და ბოლომდე ვერ იაზრებდით ძალიან დიდი ალბათობით კონკრეტულად რა კუთხით და კონკრეტულად რა სფეროში. და ზუსტად ამ ერთი კვირის განმავლობაში შეძლებთ რომ პირველ რიგში თქვენი აზრი მაქსიმალურად ჩამოაყალიბოთ არა მხოლოდ თქვენი შეხედულებები, არამედ კონკრეტულად თქვენი დაცვის მექანიზმი. სავსებით შესაძლებელია კონკრეტული ადამიანი დაგეხმაროთ ამაში, მაგალითად თქვენმა მეგობარმა მეტად შეგიწყოთ ამაში ხელი, ხო? იმიტომ რომ აქ აშკარად ჩანს რომ რაღაც ცოტა ნეგატიური დამოკიდებულებები გქონდათ მეგობრებო. რაღაც ნეგატიური დამოკიდებულებები საკუთარი თავის მიმართ, აი თითქოს ბოლომდე ვერ ხვდებოდით სად ირღვევა თქვენი პირადი საზღვრები. ასევე მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ერთი კვირის განმავლობაში ხედავ საკმაოდ ბევრ კომუნიკაციას. ახალი ადამიანების გაცნობა შეიძლება იყოს თანაც საკმაოდ მოულოდნელი, ზოგადად რაღაც მოულოდნელი გვერდში დგომა, მოულოდნელი მეგობრები, მოულოდნელი კომუნიკაციები, მაგრამ სასიამოვნო კომუნიკაციები. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ერთი არკანი თავისით გადმოხდა, ორი არკანი არის. ორი არკანი გადმოგვიხდა თავისით და ეს გახლავთ არკანი ძალა და არკანი პენტაკლების მეფე. კონკრეტული პენტაკლების მეფისგან ცდილობთ პირადი საზღვრების დაცვას თუ რაში არის საქმე პირველი ვარიანტი. აქ თქვენი ძალა გამოიღვიძებს. თქვენი ძალა გამოიღვიძებს მაქსიმალურად. თქვენი შინაგანი ძალა, თქვენი თვითდისციპლინა, თქვენი თვითკონტროლი. მოდით დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. რა გელოდებათ კიდევ თასების ტუსი. ძალიან ბევრი კომუნიკაცია და ძალიან ბევრი ემოციები მოდის მეგობრებო აქ. აი ძალიან ბევრი. კონკრეტულ ადამიანს გაიცნობთ აქ ძალიან დიდი ალბათობით. კონკრეტულ მამაკაცს, კონკრეტულ პენტაკლების მეფეს, ან შესაძლებელია ეს პენტაკლების მეფე უკვე არის თქვენს რეალობაში და დაგეხმარებათ საკუთარი თავის დაცვაში, ან გამოავლენს თავის დაცვით ინსტინქტებს, მოდით ასე ვიტყვი.
აქ შესაძლებელია იყოს ახალი ინტერესი კონკრეტულ ადამიანშიც, ანუ ეგრეთ წოდებული კრაში, ეგრეთ წოდებული სიმპათიები, რომანტიული ასპექტით. სავსებით შესაძლებელია თუ თქვენ ხართ ქალბატონი, ძალიან ბევრი ყურადღებაც კი მიიღოთ მამაკაცებისგან, რაღაც საჩუქრები, ინიციატივები. ერთადერთი გაფრთხილებას ვიტყოდი იმას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში გავფრთხილდით თქვენს ემოციურ ფონს, იმიტომ რომ ინფორმაციულ და ემოციურ ფონს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, რასაც ჩვენ ვსკროლობთ, ეს ყოველივე ინფორმაცია გროვდება ჩვენში, ხო? და რა თქმა უნდა, ინფორმაციებისგან ვიღლებით. ვიღლებით ზედმეტად ინტენსიური ინფორმაციებისგანაც და ზედმეტად ინტენსიური ემოციებისგანაც. ამიტომაც აუცილებლად დაასვენეთ რაღაც მომენტებში საკუთარი თავი, როდესაც იგრძნობთ, რომ იღლებით ინფორმაციებისგან ან ემოციებისგან დაასვენეთ საკუთარი თავი. იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ და გადაღრილობა შეიძლება იყოს როგორც ნეგატიური ემოციებისგან, ასევე კარგი ემოციებისგანაც. უბრალოდ რაღაც ინტენსიური ემოციებისგან. ხვდებით, ხო? საბოლოო ჯამში საკმაოდ სასიამოვნო კვირა გელოდებათ, რა თქმა უნდა, თავისი გამოცდებით, იმიტომ რომ აქ პირად საზღვრებზედაც ვისაუბრეთ, ადამიანებზედაც ვისაუბრეთ, იმაზედაც რომ ძალიან ინტენსიური ემოციები იქნება, ინტენსიური შთაბეჭდილებები, ახალი ადამიანების გაცნობა. მეც აქ ნამდვილად ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ. პირველი ვარიანტი ძალიან დიდი მადლობა, ბედნიერი ნაყოფიერი კვირა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება? ხმლების ათიანი. რატომ მოვიწყინეთ? რატომ ვიყავით უბრალოდ მოწყენილები? მეორე ვარიანტი. რაღაც ძალიან ნეგატიური ეპიზოდი უახლოვდება თქვენს რეალობაში თავის დასასრულს. თითქოს ბოლო პერიოდის განმავლობაში გქონდათ რაღაც ძილის პრობლემები, ზურგის კისრის ტკივილი შეიძლება ყოფილიყო აქ, გადაღლილობა როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური. ზოგადად რაღაც ნეგატიური პერიოდი სრულდება თქვენს რეალობაში, თქვენს ცხოვრებაში. რაღაც ძალიან ნეგატიური პერიოდი, რაღაც ნეგატიური სცენარი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. რაღაც ნეგატიური იმედგაცრუებები. არკანი სამყარო, არკანი თასების რვიანი და არკანი ქურუმი კაცი. როგორც უკვე ზემოთ ვახსენე მეგობრებო, ნახეთ, ამ არკანებმა პირდაპირ გაგებით დაადასტურეს, რაღაც ძალიან არასასიამოვნო პერიოდი მთავრდება თქვენს რეალობაში. ეს შეიძლება იყოს ძალიან ტოქსიკური, არასასიამოვნო ადამიანის მოშორება თქვენი რეალობიდან, ზოგადად კონკრეტული ნეგატიური სცენარის მოშორება, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის უკვე გაცნობიერებული პერიოდი, რაღაც ცხოვრების სრულად ახალ ეტაპზე გადასვლა, იმიტომ რომ ნახეთ, ყოველი დასასრული არის რაღაც ახალის დასაწყისი, ხო? როდესაც რაღაც სრულდება, რაღაც ახალი იწყება აუცილებლად და აქ თქვენ ხურავთ რაღაც ძალიან ძველ ციკლს და ნახეთ, ნებისმიერი დასასრული ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ არის ხოლმე ცოტათი ტკივილის მომტანი. ანუ ვგულისხმობ იმას, რომ რაღაც რისგანაც დიდი ხანია გინდოდათ, რისი მოშორებას დიდი ხანია გინდოდათ, რომ მოგშორდეთ, ესეც კი შეიძლება იყოს მტკივნეული და ეს ნორმალური არის. და აქ პერიოდულად ამ ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებელია თავს საკმაოდ მარტოდ გრძნობდეთ და განცულად გრძნობდეთ რაღაც მომენტებში, გრძნობდეთ თავს ისე თითქოს ვერავინ გიგებთ, ვერავინ ვერ გიდგებათ გვერდში, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ იგრძნობთ გვერდში დგომას უშუალოდ თავად სამყაროსგან და სამყაროისეული ძალებისგან, იმიტომ რომ აქ სამყაროისეული ძალები მაქსიმალურად თქვენს გვერდით არიან, გეხმარებიან ამ ნეგატიური ციკლის ჩახურვაში. აქ მოდის ძალიან ბევრი ახალი რაღაცის გაცნობიერება, გააზრება, სიბრძნე, სულიერი განვითარება. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. რა გელოდებათ? ხმლების მეფე. პირველ ვარიანტს ხმლების დედოფალი ყავდა, მეორე ვარიანტს ხმლების მეფე. ნახეთ მეგობრებო, აქ სავსებით შესაძლებელია იყოს გარკვეული ნოსტალგიური შეხვედრა ან რაღაც ნოსტალგიური მომენტები, სადაც თქვენ გენატრებათ წარსული, გაქვთ რაღაც ნოსტალგიური ემოციები, მათ შორის შესაძლებელია გენატრებოდეთ რაღაც ტოქსიკური ურთიერთობები, ან ტოქსიკური ადამიანები თქვენი წარსულიდან და ბოლომდე ვერ ხვდებოდეთ, ვერ იაზრებდეთ, რომ რატომ მენატრება ეს ხომ ტოქსიკური იყო, ეს ხომ ცუდი იყო ჩემთვისო.
მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ ამ მდგომარეობიდან გამოვხვალთ, კვირის ბოლომდე აუცილებლად გამოვხვალთ ამ მდგომარეობიდან. ასევე მოდის ძალიან ბევრი ინფორმაცია, ძალიან ინტენსიური ინფორმაციული ზრდა. თუ თქვენ მაგალითად სწავლობთ, აქ სწავლის კუთხით აუცილებლად იქნება საკმაოდ დიდი პროგრესი, ინფორმაციული პროგრესი. ასევე აქ აუცილებლად იქნება, თუ თქვენ არ სწავლობთ სხვა რაღაც სფეროში პროგრესი, ხო, ცოდნის კუთხით. კიდევ დავამატოთ ასები 7-იანი. ნახეთ, რაღაც ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობები. ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობები იხსნება თქვენთვის მეორე ვარიანტი. თუმცა ამ ერთი კვირის განმავლობაში თავდაპირველად თუ შესაძლებელია თავს ოდნავ მარტოდ გრძნობდეთ, ოდნავ დაღლილად და კანცულად გრძნობდეთ, კვირის შუა პერიოდიდან და კვირის დასასრულისკენ უკვე ისეთ პენტაკლების 8-яნის ენერგიებში გადადიხართ, როდესაც თქვენ შრომობთ, როდესაც თქვენ მუშაობთ და არა უბრალოდ ამას აკეთებთ, არამედ ტკბებით ამ პროცესით და ეს პროცესი არის ძალიან შედეგიანი და ძალიან ნაყოფიერი, ორმაგად სტაბილური და ორმაგად ნაყოფიერი. ამიტომაც საკმაოდ ძალიან ბევრი სულიერი შინაგანი გამოცდა კი გელოდებათ მეორე ვარიანტი. ძალიან ბევრ ემოციებს დააბრკოლებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ძალიან ბევრ რაღაცას გააცნობიერებთ, გაიაზრებთ, ძალიან ინტენსიური შრომა მოდის აქ საკუთარ თავზე ამ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი. ასევე ფინანსების კუთხით მოდის აქ საკმაოდ დიდი ნაყოფიერობა. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე უკვე დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს ბედნიერ, ნაყოფიერ კვირას და ნახვამდის.